მოდით ვნახოთ მეგობრებო, როგორი იქნება 2026 წელი ხისორგის ზოდიაქოს ნიშნის წარმომადგენლებისთვის. ვნახოთ აბა, როგორი იქნება 2026 წელი 2026 წლის წამყვანი ენერგია ხისორგის ნიშნისთვის, პირადში, ფინანსებში წამყვანი ენერგია და ზოგადი წამყვანი ენერგიით დავიწყოთ და ეს გახლავთ ხმლების დედოფალი. ჩემო ძვირფასო თხის რქებო. ვისაც გქონდათ რაღაც ისეთი პრობლემა, სადაც თქვენ გიჭირდათ საკუთარი პირადი სივრცის დაცვა, გიჭირდათ სადღაც უარის თქმა, ზოგადად კითხვება, უფრო სტერეოტიპი არის, რომ თხის რქებს არაფერი არ უჭირთ უარის თქმა, მკაცრები, უხეშები, ბოროტები, ეგოისტები არიან საერთოდ და ასე შემდეგ, მაგრამ რა თქმა უნდა ეს ყველაფერი არის მხოლოდ სულელური სტერეოტიპი, რომელიც ყოველ ზოდიაქოს ნიშანზე გვაქვს ხოლმე. პლუს ამასთან ერთად ვფიქრობ და მეთანხმებით ადამიანზე არის დამოკიდებული და არა ზოდიაქოს ნიშანზე, ხო? ასტროლოგია გვაძლევს მხოლოდ პოტენციალს და ამ პოტენციალს ჩვენ როგორ გამოვიყენებთ უკვე ჩვენზე არის დამოკიდებული. და ნახეთ ძვირფასო თხის რქებო, თქვენთვის წამყვანი ენერგია ამბობი და ხმლების დედოფალი. პირველ რიგში თქვენ ასეთ ხმლების დედოფლად იგრძნობთ თავს აუცილებლად. აქამდე თუ გიჭირდათ რაღაც უარის თქმა, პირადი სივრცის დაცვა, რაღაც მეტი სიმკაცრის გამოჩენა გარკვეულ საკითხებში, 2026 წელს თქვენ შეძლებთ რომ ზუსტად ეს დააბრკოლოთ ძვირფასო მეგობრებო. ახლა ვნახოთ პირადში რა ენერგიები მოდის და ეს გახლავთ არკანის სამყარო. პირადი სასიყვარულო ურთიერთობების კუთხით პირდაპირ ვიტყვი რომ რა თქმა უნდა ყველას არ ეხება ეს ინფორმაცია, მაგრამ ზოგი თქვენგან ის შემთხვევაში შეიძლება რაღაც ურთიერთობის დაშლაც კი მოხდეს, თუმცა უმეტესობასთან აქ რეზონირდება ისე რომ თქვენი მსოფლმხედველობა პირად სასიყვარულო ურთიერთობებთან დაკავშირებით 180 გრადუსით გადატრიალდება და რას ნიშნავს ეს? ვიღაცისთვის რა თქმა უნდა ეს არის ურთიერთობის დამკრება, ვიღაცისთვის პირიქით რაღაც ახალი პარტნიორი, ახალი სასიყვარულო ურთიერთობები, ვიღაცას შეიძლება ეს საკითხი არ გაინტერესებდა და გაინტერესოთ, ან პირიქით მოხდეს თქვენთვის აქტუალური იყო და 2026 წელს თქვენთვის ამას საერთოდ აღარანაირი მნიშვნელობა აღარ მოენიჭოს, ხო? სამწუხაროდ ეს უფროსი არკანი რადგანაც არის ასე ზუსტად ვერ ვიტყვი, ყველასთან ძალიან ინდივიდუალური ენერგიით წამოვა არკანის სამყარო, მაგრამ იცოდეთ რომ ეს არკანი ეხება განახლებას, ციკლის განახლებას, ეხება იმას რომ ერთი კონკრეტული ეტაპიდან გადავდივართ რაღაც სრულიად ახალ ეტაპზე და ეხება მსოფლმხედველობის გაფართოებას. ნახოთ კიდევ ფინანსების კუთხით რა გელოდებათ ხმლების ხუთიანი. ძვირფასო თხის რქის ზოდიაქოს ნიშნებო. იყავით ფრთხილად ენერგეტიკულ ქურდებთან და იყავით ფრთხილად დამოკიდებულებებთან, ყველანაირი სახის დამოკიდებულებებთან. ეს შეიძლება იყოს გემბლინგზე და მსგავს რაღაცეებზე ზედმეტი არის საუბარი, მაგრამ თუ თქვენ გააქვთ დამოკიდებულება ან ალკოჰოლზე ან სიგარეტზე ან რაღაც მსგავსზე, აი თუნდაც ბევრს გონია რატომღაც რომ ყოველ შაბათ-კვირას თუ სვამს, ეს ალკოჰოლიზმი არ არის, არა მეგობრებო, ეს ალკოჰოლიზმის ერთ-ერთი სახე არის, ხო? და ნახეთ მსგავს რაღაც დამოკიდებულებებთან იყავით მაქსიმალურად ფრთხილად, ძვირფასო თხის რქებო. გამოიჩინეთ მეტი სიმკაცრე ადამიანების მიმართ, როდესაც ისინი ცდილობენ თქვენით მანიპულირებას, თქვენს მოტყუებას, თქვენგან რაღაცის მოპარვას, თქვენი ენერგიის წართმევას, იმიტომ რომ აქ 2026 წელს თქვენს რეალობაში გამოჩნდება, უფრო გამომჟღავნდება ძალიან ბევრი შურიანი ადამიანი. კარგით, დავუმატოთ კიდევ არკანები და ნახოთ აბა. ზოგადად რა ელოდება თხის რქებს 2026 წელს. არკანი ხმლების ოთხიანი. რაღაც კონკრეტულ საკითხებთან დაკავშირებით გელოდებათ დასვენება, ამოსუნთქვა, რასაც გვია ბოლო პერიოდის განმავლობაში. ეს არკანი, როდესაც ამოდის ზუსტად ასეთ ენერგიებს შევიგრძნობ მისგან. აი, როდესაც თქვენ რაღაცეებზე ზედმეტად ბევრს დარდობდით, ზედმეტად ბევრს ფიქრობდით, არ იცოდით რა გეკნათ, როგორ გეკნათ და ასე შემდეგ. 2026 წელს თქვენ რაღაც კონკრეტული პრობლემისგან, ან შეიძლება პრობლემებისგანაც კი ამოისუნთქოთ. კიდევ რა გელოდებათ 2026 წელს თხის რქებო თქვენ კვერთხების ოთხიანი. მეტი სტაბილურობა, მეტი სიმყარე შემოდის თქვენს რეალობაში, თქვენს სასიყვარულო ურთიერთობებში, თქვენს რაღაც მატერიალურ მდგომარეობაშიც. კიდევ დავამატოთ არკანები და ვნახოთ რა გელოდებათ.
არკანის შეყვარებულები. აქ ახალი აქ ძველი წყვილების დაშლაც იქნება და ახალი წყვილების შედგენაც, ყველასთან ძალიან ინდივიდუალურად, მაგრამ შეხედეთ უფრო მეტად და უფრო ინტენსიურად აქ იგრძნობა ახალი წყვილები, ახალი მეგობრები, ახალი კომუნიკაციები. იცით, კიდევ მინდა რომ დავამატო ერთი არკანი ფინანსებთან დაკავშირებით, კიდევ ერთი არკანით მინდა ვნახო, თქვენი ფინანსები 2026 წელს, თხის რქებო. არკანი ხმლების პაჟი, არკანი თასების ათიანი, არკანი განდეგილი. ნახეთ, ჯერ თხის რქება თითქოს თქვენთვის 2026 წელს დიდად აქტუალური არ იქნება ფინანსები, რამდენად უცნაურიც არ უნდა იყოს. აქ უფრო ვხედავ ისეთ ენერგიებს, სადაც თქვენ განა ფინანსურად ან გაიზრდებით, ან პირიქით რაღაც კრიზისი იქნება. არა, ასეთი არაფერი. უფრო ხედავ აქ იმ ენერგიებს, როდესაც თქვენ მეტად ინტენსიურად გიწევთ თქვენი ფინანსური ენერგიის შენარჩუნება, სადღაც მისთვის ბრძოლა და მეტი სიმკაცრე, მეტი უარის თქმა ადამიანებისთვის. ზრდა აქ უმეტესობასთან იქნება, მაგრამ თითქოს ძირითადად სხვა ენერგიებში იქნებით და თქვენთვის ფინანსები არ იქნება იმდენად აქტუალური. აი, როდესაც პრობლემა არ არის, ამ დროს ჩვენთვის იგი არ არის აქტუალური, ხო? აი ზუსტად ასეთ ენერგიებს ხედავ აქ. სულ ეს არის მეგობრებო, დაგემშვიდობებით, წარმატებები, ბედნიერი დრო და ნახვამდის.